ზაფხული დადგა, ზაფხული ყოველთვის დაკავშირებულია მიმოსვლასთან, დასვენებასთან, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან და ფულის ხარჯვასთან. ამ დროს ხარჯები იზრდება და ძალიან მნიშვნელოვანია იმის წინასწარ განსაზღვრა, როგორ გამკარგოთ ჩვენი ფინანსები და ამისათვის საჭიროა ადამიანს ჰქონდეს გარკვეული ფინანსური ცოდნა რაღაცა დონეზე მაინც. ეხლა ძალიან საინტერესო ამბავია ის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოსახლეობის ფინანსური განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი და შეიქმნა კიდევაც პირველი ეროვნული სტრატეგია. 2020 წლიდან კი უკვე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შევიდეს ასეთი ფინედუ GoG არსებობს ასეთი პლატფორმა, სადაც მას შეუძლია მიიღოს აბსოლუტურად თლიანად გაშიფრული, ყველანაირად შემოწმებული როგორ თქვა მეტი ინფორმაცია, სანდო ინფორმაცია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველ წელს იქმნება ახალი საკითხები და ეს საკითხების მიტანა ხდება მოსახლეობამდე. აი ხა წლევანდელი მაგალითად წელი დაიწყო ისე, რომ შეიქმნა ციფრული განათლების მიწოდება, ციფრული ფინანსური განათლების მიწოდება მოსახლეობისათვის. აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ყო ძალიან საინტერესო სტუმარი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ლილი ნინოშვილი, მოგესალმებით, ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა და ველოდებით ძალიან საინტერესო რჩევებს თქვენგან. ჯერ დავიწყოთ, რას ნიშნავს აი ფინანსური განათლება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. ნამდვილად გეთანხმებით, რომ თემა ისეთია, რაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ და ყველამ ვისაუბროთ. რაც შეეხება ფინანსურ განათლებას, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ცხოვრებისეული მთავარი უნარი, რომელიც გვეხმარება გაცნობიერებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ფინანსურ განათლებას სამ კომპონენტად ვყოფთ და ისევ ვმუშაობთ ფინანსური განათლების ამაღლებაზე და ესეც ვახსენოთ. ფინანსური განათლება სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ეს არის ცოდნის კომპონენტი, ქცევის კომპონენტი და დამოკიდებულებების. ეს რო უფრო კარგად ავხსნათ, აი ხარჯების ნაწილი ახსენეთ თქვენ და ხარჯვა რომ ჩვენთან უყოფელი ნაწილია ყოველდღიურობის და ავიღოთ მაგალითად ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური განათლება. მაგალითად ის რომ ვიცი რომ ყველა ჩემი ფინანსური გასავალი დახარჯული თანხა არის ჩემი ხარჯი, ეს არის ცოდნის კომპონენტი. როდესაც ვიცი რომ ხარჯებს კონტროლი სჭირდება და ამას ვაკეთებ, ეს არის ქცევის ნაწილი, ხოლო დამოკიდებულებების ნაწილი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი შემოდის ფინანსური განათლების კომპონენტში და ამ ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მე ვაცნობიერებ, რომ არ უნდა დამეზაროს ყოველი დღის ბოლოს შევადარო ჩემი ხარჯები დაგეგმილ ხარჯს, ეს არის უკვე დამოკიდებულებების ნაწილი. პატარა შეჯამება რომ გავუკეთოთ, ფინანსური განათლება ეს არის ცოდნის, ქცევის და დამოკიდებულებების ერთიანობა, რომელიც მეხმარება გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. მოდით აი ესეთი კითხვა მაქვს. ხშირად ადამიანებს უჭირთ თავისი, ესე იგი, ფინანსური შესაძლებლობების გადანაწილება და რაუშად განსაზღვრა, რაში რამდენი რა უნდა დახარჯოთ. რამე უნივერსალური წესი ან მიდგომა არსებობს, აი დაუშვათ რა დავაპრიორიტეტოთ, რა იყოს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ფინანსურ როცა გადასახადებს ეხება. სხვათა შორის ყველას გვაქვს ხოლმე ძალიან დიდი სურვილი გქონდეს უნიკალური რაღაც წესგალითი და წესი. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ დიდად ოქროს წესები არ არსებობს ფინანსების მართვაში, მაგრამ არსებობს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც შეგვიძლია რომ გავაზიაროთ. ერთ-ერთი ასეთი წესი, როგორ გავანაწილოთ ჩემი შემოსავალი, თუნდაც მცირე შემოსავალი, ამას მინდა რომ ხაზგასმით ავღნიშნავდეთ, ეს არის 50-30-20-20-ის წესი. ეს ნიშნავს, რომ ჩემს განკარგვაში არსებული შემოსავალი რაღაც მიმართულებებით უნდა გადავანაწილო დასაწყისშივე. ვამბობთ, რომ 50% არის ის ნაწილი, რომელსაც აუცილებელ ხარჯებს უნდა ვახმარდე. რა არის ეს აუცილებელი ხარჯი? ანუ ჩემი საჭიროება, ხო? საკვები, ტანსაცმელი, ყოველდღიური საჭიროება, რაც ჩემი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში მეხმარება. ამის შემდეგ მოდის 30%, რომელიც ყველაზე გემრიელი ნაწილია ხოლმე თანხების განაწილების, ეს არის სურვილების ასრულების. ზოგადად პირადი ფინანსების მართვა, ბიუჯეტირება, ხარჯებზე რაღაც ძალიან დიდი კონტროლი საკმაოდ რთულია და ადამიანები ფიქრობენ, თუ ამას გააკეთებენ, სურვილებზე სრულად უნდა თქვან უარი, მაგრამ არა.
რადგან მე მოსაწყენი ხდება და დამოკიდებულებებში კარგად არ გადადის. ამიტომ 30%-ს ვამბობთ, რომ მოდი სურვილებს დავუთმობთ. კი, საკვები საჭიროება, მაგრამ შეიძლება რაღაც სასუსნავი, რომელიც მინდა, იმისი ფუფუნების უფლება მივცე საკუთარ თავს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი 100%-იანი განაწილებიდან არის 20%, რომელსაც დანაზოგებზე გადასადებ თანხას ვუწოდებთ. აუცილებელია ნებისმიერი შემოსავლიდან 20% წავიდეს დანაზოგზე. სხვათა შორის თავიდანვე ვახსენე, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ჩემი შემოსავალი და ამ წეს ბავშვებსაც ვაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ თავისი სტაბილური შემოსავალი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური განათლების ნაწილში არის სწორი ქცევის ადრეულ ასაკში ჩამოყალიბება. მე თუ ჩემი სახარჯი 5 ლარიდან ზუსტად ვიცი, რომ 20% უნდა გადავდო და ჩემი თავისთვის შევინახო სურვილებისთვის, გადაუდებელი შემთხვევებისთვის, არ ვიცი, ნებისმიერი მიზნის ასასრულებლად და მისაღწევად, მაშინ უკვე როდესაც დასრული ვარ და ჩემი შემოსავალი მაქვს, უკვე უფრო მარტივია ის 20% ამოვიღო ჩემი შემოსავლიდან და დავსვაგო. ალბათ ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ ჭაბუ ამირეჯისმისეული განმარტება, როცა მუშნი ზარანდია ამბობს, რომ კაცი უნდა იყოს ხელფასი და არა ხელფასი კაცო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვისაც მოჭრილი ხელფასი აქვს, მოვა თვის ბოლო და იწყება დიდი პრობლემა აი ბოლოს როგორ გადავანაწილოთ. თან ერთ შემახლობელს ესეთი სიტყვები აქვს, რა თქვა, ჭკუას და ფულს ერთად ვერ დაუღარე თავიო, ჭკუა მაქვს, ფული არ მაქვს, ფული მაქვს, ჭკუა არ მაქვს. აი რას შეცდომას უშვებს ადამიანი აი ამ განაწილების დროს და რას უნდა ავარიდოთ თავი. ყველაზე ხშირად მოდით შეცდომასაც უნდა ვარქმევ, ვთქვათ, რომ ადამიანებს რაღაცების გაუმჯობესება გვჭირდება და ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე ჩვენი პირადი ხარჯების კონტროლის გაუმჯობესება. უმეტესად, როდესაც თვის ბოლო მოვა და ვამბობთ, რომ ვაიმე სად წავიდა ჩემი შემოსავალი, ეს სად წავიდა შემოსავალი არის ხოლმე ის ხარჯები, რომელსაც თვალი არ მივატევნეთ. მაგალითად, ისეთი ხარჯები, როდესაც არ დამიგეგმავს და დაუგეგმავად ვიყიდე რაღაც. შეიძლება ეს არ ჩავთვალოთ, რომ მაინც და მაინც ძალიან დიდი შენაძენია ტექნიკა ვიყიდე, ან მნიშვნელოვანი ხარჯი გავწია, იმიტომ რომ თვის ბოლოს ზუსტად ეგ გვიჩენს კითხვის ნიშანს, რომ რა მოხდა, ისეთი არაფერი შემიძენია. რეალურად ეს არის ხოლმე მაღაზიაში შესვლა და ერთი ზედმეტი პროდუქტის ყიდვა, რომელიც არ მჭირდებოდა, ან ხელს გავიყოლებ ნივთები, რომელიც ძალიან ხშირად გვახასიათებს. რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ თვის ბოლოს ცოტა უფრო მომზადებულები შევხვდეთ ახალი შემოსავალი? ამის დაუძინებელი მტერია თემო. აბსოლუტური. მეთანხმებით ხო? ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც არ ზის გეგმაში და რაღაცა მარკეტინგულ ხრიკში გაგუახლოვს, ალბათ დაგეთანხმებოდით, რომ ნამდვილად არის მისი საფუძველი. თუმცა ყველაზე იდეალური ვარიანტი, რაც შეგვიძლია ადამიანებს ულჩიოთ, როგორ დავაღწიოთ ამ სიტუაციას თავი, არის მოდი ავღრიცხოთ ხარჯები. ერთია, რომ თვის დასაწყისში ბიუჯეტით დავგეგმო რა მინდა, თუნდაც სურვილებზე, რაც ვახსენეთ, ან საჭიროებებზე დავხარჯო, მაგრამ პერიოდულად შევამოწმო, რომ უნდა დამეხარჯა პირობითი 50 ლარი, 50 დავხარჯე თუ 60. ფაქტობრივად ეს რაღაც მომენტში გვამზადებს თვის ბოლოს ზუსტად იმ სიტუაციისთვის, რომელიც ახსენეთ ახლა. მოდით, რადგანაც ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, მე აუცილებლად უნდა გკითხოთ ეროვნული ბანკის მომავალ გეგმებზე, აი ამ მიმართულებით, აი ფინანსური განათლების მიმართულებით, რა პროექტებს გეგმავთ, რა იქნება მომავალი ნაბიჯი დაუშვათ. კი ბატონო, როგორც ახსენეთ, 2026 ჩვენთვის არის ციფრული ფინანსური განათლების და კიბერუსაფრთხოების კუთხით ცნობიერების ამაღლების წელი რეგიონებზე კონცენტრაციით. გავლილ ნახევარსაც ვერ ჩავული გულგრილად და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მასშტაბით დავფარეთ ძალიან ბევრი რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონი. გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, რომელიც ახლა გაზაფხულზე იყო 8500-ზე მეტ ადამიანს მივწვდით, დავფარეთ 250-ზე მეტი სკოლა. ჩავატარეთ სპექტაკლები მაღალმთიანი რეგიონებისთვის, ბევრი კონკურსი გავუშვით რეგიონზე და კიბერუსაფრთხოებაზე აქცენტით და ფაქტობრივად განვლილი 6 თვე საკმაოდ დიდი მეტს გვაძლევს, რომ წელი კიდევ უფრო ცნობიერების ამაღლებას მოვახმარეთ ეს. მოვახმარეთ. ჩვენ ზოგადად მთელი წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან ბევრი კამპანია, ძალიან ბევრ ღონისძიებას ვაკეთებთ და აქცენტებს ვაკეთებთ ზუსტად იმ საკითხებზე, რასაც დავსვავთ პრიორიტეტად. სპეციალურად იქნება დაუშვათ ეს პერფორმანსები, სპექტაკლები, რასაც თქვენ ამბობთ აი ამ კუთხით, რომ კი ბატონო, ჩვენი ყველა ღონისძიება მორგებული არის თქვენ ახსენეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია, ამ სტრატეგიის განსაზღვრული სეგმენტისთვის და ყოველ წელს ამ სეგმენტებისთვის იქნება ახალი პროექტი, დასაკვირველია სპეციალური კონტენტი იმ საკითხებზე აქცენტირებით, რომელიც მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინ არანაკლებ საინტერესო წელი გველოდება. ზაფხულში, როდესაც ყველა მაინც დასვენებაზე და დასვენების ხარჯზე ფიქრობს, ჩვენ ახალგაზრდებზე ვიფიქრებთ და აგვისტოში ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს ავღნიშნავთ. ამასაც რასაკვირველია ციფრულ განათლებას და კიბერუსაფრთხოებას მიუძღვნით.
სექტემბერში იქნება პირველი წარდგენა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოსი და დაჯილდოებაც იქნება მასწავლებლების და მინდა აღვნიშნო რომ მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, იმიტომ რომ ისინი არიან თავადი საფუძველი დასაწყისშივე სწორი ქცევების ჩამოყალიბების და შემდეგ უკვე მოდის დაზოგვის მსოფლიო დღის სადმე მიძღვნილი კამპანია და კიდევ არაერთი ღონისძიება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა ფინედუზე ადევნოს თვალი როგორც სოციალურ ქსელში, ისე ვებგვერდის საშუალებით. ანუ მასშტაბი წლიდან წლამდე იზრდება ამ ყველაფრის. კი, დასაკვირველი. მე მგონი არა, ნუ საოცარი ამბავი. აიცით რა, ახლა რადგან ციფრულ განათლებაზე ვსაუბრობთ. რამდენად არის მოსახლეობა დაცული და გარდა ამისა, დაცული სხვადასხვა მახინაციებისაგან და აი ფინედუ თუ აძლევს იმის საშუალებას, რომ გაიღრმაოს ცოდნა, როგორ დაიცვას თავი. თქვენ გულისხმობთ ფინანსური თაღლითობის ციფრულ ფორმას ალბათ. კი ბატონო, ჩვენი ამ წლის მთავარი აქცენტი ზუსტად ეს არის, რომ ამ საკითხებზე მივიტანოთ უფრო დიდი ინფორმაცია ადამიანებთან. რეალურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც აქვს თაღლითობის ამ ფორმებს, არის ის, რომ ადამიანები ზოგადად რა განასხვავებს თაღლითობას სხვა პირობითად ქურდობისგან. თაღლითობის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ გაუცნობიერებლად მე თვითონ ვაძლევ ადამიანს უფლებას, რომ ჩემი რესურსი მიითვისოს. კი ბატონო, ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი არის ხოლმე იმაზე, რა შეიძლება გაუზიაროს სხვა ადამიანს, რა არის რელევანტური ინფორმაცია სხვისთვის და რა არის ის, რაც არასდროს არ უნდა გავცეთ. სხვათა შორის სპექტაკლები, რომელიც ვახსენეთ მაღალმთიანი რეგიონებისთვის, იქ ბავშვებს ვეუბნებით ერთ ძალიან კარგ ფრაზას, რომ გაარჩიონ რა არის თუნდაც სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებელი და არ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია და ვეუბნებით ასეთ ფრაზას, რომ იმას, რასაც არ დაწერ დაფაზე სკოლაში, ნუ გაუზიარებ სხვას და ნუ გამოაქვეყნებ ნორსად. ეს არის ფაქტობრივად რაღაც პატარა იდეალური პატარა რეცეპტი, რა შეიძლება გავაზიაროთ. თუმცა ცალსახად რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის ის, რომ ბარათის მონაცემები, პაროლები, პინ კოდები, ავტორიზაციის კოდები, რომელიც ადასტურებს გადარიცხვას, არის ის ინფორმაცია, რაც არასდროს არ უნდა გაუზიაროთ მესამე პირს, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ჩვენი ფინანსების გასაღების სხვისთვის გადაცემაა. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო და აპირადად ჩემთვისაც ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე.